საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს მინდა ვისაუბრო ესეთი ლოზუნგები გამოჩნდა უკვე ქალაქში და ამას მიყვება თავისთავად შემდეგ პროცესები, რომელიც რეპრესიებად არის აღქმული. უკვე ღიად პირდაპირ მოწოდებები წავიდა იმის შესახებ, რომ ვოკალი ქოცი. აი ესეთი ლოზუნგები, წარწერები აჭრელდა ქალაქში. 84 ტყვია. 84 ქოც დეპუტატს. ამ მსგავსი რაღაცეები რა, იცით, აი ეს რისი მანიშნებელია ზოგადად, ხო? აი საზოგადოებაში შეიძლება პროტესტი არსებობდეს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყოს ხალხი ხელისუფლებით ყველაფრით და იყოს მსგავსი რაღაცეები, მაგრამ როდესაც აქ უკვე საუბარი მიდის და ქუჩაში წარწერები ხდება იმის შესახებ, რომ უშუალოდ ლიკვიდაცია გაკეთდეს რომელიმე კონკრეტული სოციალური ჯგუფის, რომელიც გაერთიანებული არის, არა აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური ნიშნით იქნება, საზოგადოებრივი ნიშნით იქნება, საზოგადოებრივი გაერთიანება იქნება თუ რა ვიცი, სექტა იქნება თუ რა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს, ერთ ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს და მზად არის მეორე ჯგუფის ფიზიკური განადგურებისთვის. სხვა შემთხვევაში მსგავსი რაღაცეები, ხო? აი ასეთ ფორმას უკვე აღარ მიიღებდა. გასაგები იყო ის, რომ თქვათ, მანქანებს უღებავდნენ, მონას უძახდნენ, ასე შემდეგ, მაგრამ ახლა უშუალოდ ფიზიკური ლიკვიდაციის მოწოდებები. ახლა საქართველოს 30 წელიწადი არის უცხოური სპეცსამსახურების ლაბორატორიად და გამოყვანილია საქართველოში იმ ჯიშის ადამიანები, რომელსაც ქართული მარტო მეტყველება აქვს, აქ უკვე აზროვნებაზე კი არაა საუბარი, მეტყველება აქვს და ისიც ნაწილობრივ შემორჩენილი. ახლა აქ დღეს შემთხვევით ვნახე, მეგობარმა ჩამიგდო ვიღაცა ერთ-ერთი აქტივისტის იმაში ვისულა პოლიცია და ვიღაცა ნენსიო რაღაცა ინგლისური გვარი იყო რაღაცა, მეთქი ალბათ უცხოელი დააკავეს თქვა, იმიტომ სახელი და გვარი ქართული არ ქონდა და მაგრამ მივიდნენ ეს ჟურნალისტები და დაიწყო ქართულად ლაპარაკი კაცო ამ არსებამ. თან ახლა ისე კი არ დაიწყო, რომ აი გატეხილი, რა თქმა უნდა, ბარბარიზმებით გავსებული ქართული. სახელით შეუცვლია, გვარით შეუცვლია, ახლა სარწმუნოება ცოტა რთულია, რომ ესეთ საერთოდ ამ ბიონაგავზე საერთოდ სარწმუნოებაზე ისაუბრო და ამას პლუს რა თქმა უნდა, საქართველოს ასეთ ადამიანს აზრები და გეგმები აქვს იბერიის გამწყნებაზე. ანუ ხალხი, რომლებიც უარყოფენ საკუთარი ქვეყნის რწმენას, ადათს, ტრადიციას, საკუთარ სახელს და გვარსაც კი. ამ ხალხს მერე უნდა, რომ ქვეყანაში რაღაცა რევოლუციური ცვლილებები გააკეთოს. რაშია ეს პრობლემა, რატოა ეს პრობლემა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრებია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ კიდევ ბევრჯერ უნდა ვისაუბროთ. აქ ძალიან ბევრს წყინს აი განსაკუთრებით ქოცები, რომლებიც ჩემი აუდიტორიაში არიან შემოსულები და აი ბიძინა რა შვაშია, აბა როგორ კოჰაბიტაცია ასე უნდა მომხდარიყო, ისე უნდა მომხდარიყო, მთელი სალიბერასტეთი გვებრძო და ბოდვა ეს მონური ფსიქოლოგია, რომ აი ღმერთო დალოცე ბიძინა, რომ აი მისი წყალობით რო ვართ. აი მე ამ მონახალს მინდა განსაკუთრებით მიმართოთ თქვენს და ნაცებს შორის აღარაფერი სხვაობა არა. უბრალოდ სახელები და გვარებია სხვა, ისინი ნიშაზე კარგავენ ჭკუას, თქვენ ბიძინაზე კარგავთ ჭკუას და თქვენი აზროვნება არ აქვს შემორჩენილი. არც ობიექტურობის საერთოდ ნატამალი არ აქვს. საერთოდ დებილიზმის ყველაზე საუკეთესო განმარტება არის ის, რომ ხედავდე წინ რა ხდება, თვალწინ რა ხდება, რა მოვლენები ხდება და
ამის საქმის უნარი არ გაგაჩნდეს. მაინც შენ იდიოტურ აზრზე იყო. ამიტომ ეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი იმდენად არის დაზომბირებული ამ პოლიტიკური ვირუსით, იმდენად დადებილებული. ამათთვის უკვე საუბარი, მოწოდება, რაღაცა მსგავსი რაღაცები უკვე ზედმეტია. ეს ლაწირაკი ბავშვებიც, რომლებიც დარბიან და ახდენენ აი ამ წარწერებს პირდაპირ მკვლელობისკენ მოწოდების, სისხლის დაღვრისკენ მოწოდების და დაღვრიან კიდეც, როგორც კი მიეცემათ ამათ საშუალება, აუცილებლად დაღვრიან სისხლს და არავის არ დაინდობენ. ჩვენ არც ისე დიდი ხნის წინ აი რუსაველის მოედანზე ვნახეთ, ბავშვებიც კი ყავდათ გაყვანილი რუსაველის გამზირზე, რუსულად, რომლებსაც ხელში მოლოტოვის კოქტეილები ეჭირათ და სპეცრაზმს ესროდნენ. და პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტია და სახეა და ქალია და დედაა და ბებია, ამის წინ იყო ჩამოთრეული პარიზში და შვილი ეკავა ხელში და ეფერებოდა და დაუწერა იქ კომენტარებში სასუდამო ბავშვმა არ იცის რომ შთამომავლობით მოღალატეების შთამომავალია თქვა და ატყდა წივილ-კივილი ტრადიციულად ახლა რა უნდა ელაპარაკო. ეს ნაგავი არსება გამოდიოდა და მოუწოდებდა პირდაპირ პატარა არასრულწლოვან ბავშვებს, სკოლის ასაკის ბავშვებს სწავლას გაანებეთ თავი და წადით და იუმეთ და იბრძოლეთ და სპეცნაზს ებრძოლეთო და ახლა მე 1-2 ბავშვი თუ მოკვდებოდა ამ მიტინგებზე, მე თლათ იდეალური სცენა იქნებოდა, მე ატყდებოდა ეს წივილ-კივილი, აი ბავშვებს კლავენ, ამას ხდება. მადლობა ღმერთს გადავრჩით ამ ხრივ, საზოგადოება გადარჩა. რა ვიცი, იმედია ოდესმე იმ ბავშვების მშობლების მოეგებიან აზრზე. ვინც საკუთარ შვილებს იქ დაატარებდა და ვითომ კაი საქციელში აღებიებდა მონაწილეობას. მაგრამ ახლა რა შუაში არისო მე იტყვიან ისა, რა ქვია, ქოცები და ბიძინი. ბიჭო, 12 წელიწადია, ხო? 12 წელიწადი არის ერთი სრული სასწავლო 12 წლიანი სკოლა. ეს ბავშვები თქვენ დროს აღზრდილები არ არიან? აი ქოცებს მინდა ვკითხო. თქვენ დროს არ გაიზარდნენ ეს ბავშვები? თქვენი მინისტრების მიერ დაწერილი საგანმანათლებლო პროგრამით არ გაიზარდნენ? თქვენს მიერ დატრენინგებული და აღზრდილი მასწავლებლების მიერ განათლება არ გადაეცათ ამ ბავშვებს? აბა ვინ უნდა აგოს პასუხი ნაციონალურმა მოძრაობამ? ეს კიდე ცალკე საკითხია. თქვენ შორის სხვაობა რა არის, ცალკე საკითხია, მაგრამ სიტყვაზე ვთქვათ, თქვენს წინა ხელისუფლებამ უნდა აგოს, რეჟიმმა უпроსტად ხელისუფლებით არც ერთი არ ახლა. თუ ვის უნდა დავაბრალოთ ახლა ეს ყველაფერი, როდესაც მოწამლულია ახალგაზრდობა. თავიდან ბოლომდე მომავალი, ერთს მოწამლული მომავალი აქვს ერთს. მე ახლა სოციალურ ქსელში ვაწყდები ამ საცოდავი ბავშვების მართლა გამოდებილებული, გამოგენდერებული, რა ვიცი, გამოგირჩებული თუ რა ვიცი. არ მინდა ახლა ის ბინძური სიტყვები ვიხმარო ამ ახალგაზრდობას, რომელი ახალგაზრდობაც არის აი დეგრადირების, რა ვიცი, მაქსიმუმ ზღვარზე მისული. მიუხედავად იმისა, რომ მართლა მსოფლიოს რევოლუციური ცვლილებები ელოდება და ჩანს უკვე შეერთებული შტატებიდან, რომ დაიწყო ამ უჯულოების და ამ პიდარასტების და ამ ჩათლახების და ამათი წმენდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ყველაფრიდან რა, ასე რომ ვთქვათ. რეკლამებიდან, ყველაფრიდან, ანუ რო არ ელოდებოდნენ ისეთ დღე დაუდგათ. იმიტომ რომ დასრულდა და დაიღალა შეერთებული შტატები ამ ყველაფრით და იმ საზოგადოებამ მოიცილა ეს. ყოველ შემთხვევაში იცილებს ნელ-ნელა ამ ჭირს. მაგრამ შეიძლება ახალი ჭირი მოევლინოს, მაგრამ ამ ჭირს იცილებს. და ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ უკვე ისე ღრმად გაჯდა ეს ყველაფერი. ისე გაჯდა, აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ისინიც უფროსი თაობა. ისე ღრმად გაჯდა ეგ ავადმყოფობა, ხო? აი აქ უკვე იმათ გეჩვენება ადამიანს, იცით, რომ ეს მოუცილებელი ჭირია. მოუცილებელი ჭირია, მაგრამ ერთი რაღაცა არის, იცით, აი მე
ვამბობდი ადრე და ზოგიერთი ამაზე დამცინოდა, ზოგი ამბობდა შელა ეს ქართველები არ გეცოდება, იქ მალაფიაროა ეს დიდი წმინდანი მოწამე ის ქართველების ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას მოუწოდებსო, არ მოუწოდებდი მე დაპირისპირებას, მე ვამბობდი იმას, რომ რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. იმიტომ რომ ეს ვირთხები აუცილებლად შეჭამდნენ ერთმანეთს და ახლა ლაივით რითაც დავიწყე, ზუსტად ამას ეხება ყველაფერი. ქოცებმა იგრძნეს ფიზიკური განადგურების ფიზიკური საკუთარი ქვეყანა რო ნადგურდება და ქვეყანა რო გადაგვარების პირასაა და ქვეყანას რო ამათ ხელში მომავალი არ ეს მაგათ არ ადარდებთ. თავად იგრძნეს ფიზიკური განადგურების საფრთხე. და როგორც ჩემი წყაროები მაწვდიან ინფორმაციას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები უნდათ ქოცებმა განახორციელონ, მათ შორის საუბარი არის ცილისწამების კანონთან დაკავშირებით. იმიტომ რომ დაიღალენ ქოცები, ქოცებს ხო ყავთ ოჯახი სხვა რა ყავს, ოჯახები სხვა რა ყავს, შვილები სხვა რა ყავს, არა. დაიღალენ ქოცები, მათი ცოლები და მათი შვილები საზოგადოებიდან პარალელური საზოგადოებიდან ჩაგვრით, რუსეთუმეს ძახილით, მონის ძახილით, მოღალატის ძახილით და სხვა მსგავსი ამათ რო უყვართ სიტყვა, ეგრეთ წოდებული ბულინგით. და მოთხოვეს ცოლებმა ახლა ქმრებს, რომ ბოლო-ბოლო გვეშინიაო ახლა გარეთ გასვლაო და რა თქოს ის რო ცილისწამების კანონი შემოაქვს, ცილისწამების კანონს ასე უცებ არ შემოიტანენ ეგენი, მაგრამ განიხილება ეგ ყველაფერი. აქედან გამომდინარე, აი სახელმწიფოს ფორმირება ზოგადად რა ვიცი გიგა უყურებენ თუ არ უყურებენ, რამდენი ხანია ამას მოუწოდებ, ყვირივარ და ვეუბნები და იგივე ზარქუასაც მივმართე, იმიტომ რომ რა ვარია ახლა ზარქუ, რო გიძახი სადა ქვეყანა, პიდარასტი ხარო. პასუხს რო ვერ თხოვ. ცნობისთვის მსგავსი ცილისწამებების გულისთვის საფრანგეთში 5 წლიანი პატიმრობაა. მოდეკით, აიღეთ ფრანგული კანონი, აიღეთ ფრანგული, რუსული კი არა, ფრანგული კანონი გადმოიღეთ, რომელშიც გაწერილი არის ჯარიმით დაწყებული 5 წლიანი პატიმრობით პიროვნებას რამე დააბრალო და მოახდინეთ ამ კანონ პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში. რატო არ ახდენთ? ახლა შეგეხოთ, ხო? მანდამაინც თქვენ უნდა მანდამაინც ქოცს უნდა შეეხოს, ქოცის შვილს უნდა შეეხოს, ქოცის ცოლს უნდა შეეხოს, ქოცების ბუნაგს უნდა შეეხოს რაღაცნაირად, რომ რაღაცაზე იფიქრონ, თურმე საჭირო. ხო, ამიტომ გეუბნებით, რომ ესე რათაც მეტი უფრო შეჭამენ ერთმანეთს, რათაც მეტი უფრო დაჭამენ ერთმანეთს, მით უფრო იძულებული გახდება მთელი საქოცეთი, ამათ ახლა სამშობლო რო ამათ უყვარდეთ და სამშობლოზე რო ესენი ფიქრობდნენ, მაშინ იმას ვისაც უნდა საქმის გაკეთება და ვისაც უყვარს მისი სამშობლო, იმას არ ჭირდება მოწოდება იმისთვის, რომ ესქენი და ისქენი ზის და ეძებს მისი ქვეყნის, ხედავს მისი ქვეყნის პრობლემებს. ცდილობს მისი ამ პრობლემების მოგვარებას. მაგრამ ესენი ამაზე არ ფიქრობდნენ. ამიტომ უკვე შეეხოთ. კარგი ყოფილა, ხო? მართალი ყოფილი ვარ იმისთვის, რომ ამათმა ერთმანეთი უნდა შეჭამონ. ამათმა ერთმანეთი თუ უნდა შეჭამონ და ამით გამოვიდეს სიკეთე, ხელი არ უნდა შეუშალოთ. პირიქით, უნდა შეუწყოთ. მისცხეთ ნაცებო, დასცხეთ, რა თქმა უნდა, კაი ქოცი, ტარი ქოცი, მსგავსი რაღაცები 84 ტყვია და ასე, მიდით, ძალიან კაი გზაზე დგეხართ. წინვალე გზაზე დგეხართ, იმიტომ რომ ქოცები შეიძლება ბოლო-ბოლო იძულებული გახდნენ, რომ ეს სიმსივნე, რომელიც ნაცბანდის სახით და უამრავი ნაცია ქოცებში, ახლა თავს ვერ დაისჯიან, რაღაცნაირად რაღაც დონეზე გაანადგურონ, თუ არა, კოჰაბიტაციაში ძალიან კარგად იყვნენ 12 წელიწად და არაფერი არ აწუხებდათ, არც ერთს და არც მეორეს, მაგრამ აი, როდესაც აქ უკვე არის საუბარი იმაზე, პირად უსაფრთხოებაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ქოცბანდა, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია და ამ ყველაფერს უყურებს. ახლა ესენი ამათ მე ერთი წამით წარმოიდგინონ, რომ აი ამ ძალამ
რომელიც ქუჩაშია პრეზიდენტის თამადობით, ყოფილი პრეზიდენტის უკაცრავად. რომელიც რასდროს არ ყოფილა პრეზიდენტი, გადააყირავა ქვეყანა. იქ გონიათ თქვენ ამას კოჰაბიტაციას გამოუცხადებენ, ცოცხლად გაატყავებენ. ამიტომ აქვთ ეს შიში კოცებს, აბა როგორ გინდათ ახლა ჩემო კარგებო, ფული აიღოთ ხალხის მოღუნოთ, იცხოვროთ, იგულაოთ, აგულაოთ თქვენი უჯიშო შთამომავლობა ხალხის ფულზე და საქმის გაკეთება ხო არ გინდოდათ და მოგადგათ ახლა ეს ფრიგენგეგენ ხოლენ. ხო და აი ამით შეიძლება რაღაცა მოხდეს. ქალბატონი ხათუნა გამოჩენდა. როგორ ბრძანდებით ქალბატონი ხათუნა? ხომ ხართ, კარგად. თქვენს გინდათ ცილის წამების კანონი? მეც მინდა ცილის წამების კანონი. იმდენი რაღაცა დაუბრალებიათ ჩემზე. რაღაცნაირად პასუხს მაინც მოვთხოვდი, მაგრამ პასუხს ვერ ვითხოვდი. არ მისვენია, თან რომ არ მისვენია კაკაბაძისთვის მე ნახლა ნანა კაკაბაძეს მიუხედავად იმისა რომ ვიცნობ და სხვებიდან განსხვავებით მაინც სხვანაირი თვალით უყურებ გადაცემაში ყოფილი ვარ მასთან ერთად მისაუბრებია ნანა კაკაბაძე ის ადამიანი არის რომელიც დღემდე ჯაბა იოსელიანის სახელის გაგონებაზე სიამოვნებიდან კანკალებს რა უნდა ველაპარაკო მე ნანა კაკაბაძეს თუმცა აქ მაგ ქალს თავის ბიოგრაფიაში გაკეთებული ისეთი რაღაცები ბარეულ კაცს რო არ გაუკეთებია და ეხლა ეს კაკაბაძე ეს შაქარაშვილი ნიკოლეიშვილები და ეგენი ეს კოცების ასე რომ ვთქვათ საზოგადოებრივი ფრთა არის და მაგაში ღებულობენ დაფინანსებას და მაგით ცხოვრობენ და მაგით იდგამენ სულს რომ აი ვითომ ესეთი ალტერნატიული აზრი შექმნან არის იქ ერთი ადვოკატია, მეორე სამოქალაქო აქტივისტი, მესამე ვითომ უფლებადამცველი, მეოთხე ოქრუაშვილის გენერალური შტაბის უფროსი და ესე შემდეგ. დიახ, ის არის მოხსენი უამრავი გამომწერის თხოვნით ქალბატონ ხათუნას ბლოკირება, ერთი პირობით თუ შეურაცხყოფები არ იქნება არც ჩვენი მხრიდან და არც მისი მხრიდან. მაგვიბრუნდა ქალბატონი ხათუნა. ხო, ამოდებენ რა, ცოტა ამოუდიათ ქალბატონონაი რა, ცოტა ამოუდიათ ნაცებს მიწაში? გინდათ ციხეში, გინდათ ციხის გარეთ, გინდათ ადამიანები, რომლებიც ისე დახოცეს, მიწაც არ აღირსეს და პირდაპირ წყალში გადაყარეს ერთ თევზების საჭმელად. არ იცით ესეთი ცინდელიანი მაგალითად ქარდავა იყო კიდე ზუგდიდში შავაძესთან ერთად მაშინ იმ პერიოდში მოკლეს ისიც წყალში გადააგდეს და ქვა ჩააყოლეს. ხო, აბა რა სიზამენ? და ამ ხალხთან ერთად გვეუბნებოდნენ ჩვენ რომ გაგებით მოეკიდეთ და თანაცხოვრებაში იყავითო და ვაყურებიებდნენ ამ კვლელებს და ამ ჯალათებს და მის მფარველებს როგორი გემრიელი და საგუგუნო ცხოვრება ჰქონდათ. გადაფარებული იყო ბიძინა ივანიშვილი მთელი 12 წელიწადი აქ იმათზე კი არა საქმე მაღალ დაბალ ნაცებზეც როგორც კრუხი წიწილებზე ის და ერთობლივად რყნიდნენ და ათახსირებდნენ ამ ქვეყანას. ახლა უბრალოდ სიტუაცია შეიცვალა ისე გარედან რომ კოცებს გამოუცხადეს ბრძოლა და ეს მარტო კოცების მიმართ კი არაა კაცო ეს ყველა იმ ესე რო იძახიან გლობალური ომის პარტიაო და deep state-იო და ესე წინა განაცემაში კი ვთქვი კაცო ეს deep state-ი ამათი მოგონილი კი არაა და გლობალური ომის პარტია ამათი მოგონილი კი არაა დაწყებული ეგერ ეიზენჰაუერიდან დამთავრებული აგერ რა ცხონებული ზვიად გამსახურდიათი უამრავმა თქვა და სხვათა შორის კენედი მაგას გადააყოლეს საერთოდ ეს უზარმაზარი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სინდიკატია რომლისთვისაც პოლიტიკა არის ფულიშოვნის ჩვეულებრივი ხერხი და გავლენების ხერხი და ეს ძალები მოქმედებენ ახლა განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომელიც არის აი შედარებით სუსტი ქვეყნები რომლებშიცაა იმათში ძალიან დიდი წარმატება აქვს იქ მარტივად ხდება ხო რევოლუციები ჩვენ თავზეც ვნახეთ როგორ მოხდა შევარდნაძის რეჟიმის დამხობა და რაღაცა მაგრამ აი მაგალითად ბელორუსიაში ეს არ გამოუვიდათ ყირგიზეთში გამოუვიდათ ხო აი სომხეთშიც გამოუვიდათ
ძალიან კარგად ხელოვნების დონეზეა ეს ყველაფერი აყვანილი. ახლა ვის ებრძვიან? ებრძვიან აი სლოვაკეთში მაგალითად, ხო? სლოვაკეთში გამოჩნდა ისიც, რომ სლოვაკეთის ფიცომ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ქართული ლეგიონი, რომელიც უკრაინაში ბრჭყალებში მებრძოლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ვანო ბახმუტელი და ის მეორე როა მამულაშვილი, რომლებიც არ ვიცი ძმაო, რაღაცა მინახია ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ომი ადამიანს ასე ასუქებდეს. ვანო ბახმუტელი როა გასუქებული, მე ამნაირი არ მინახია. და ის მამულაშვილი მეორე. ისინი ჭკვიანები არიან. ესენი არიან შტერები, ჩადიან და იგლავენ თავს 78 კაცია მყარი იქ და რამდენი დასაფიქსირებული და რამდენი უბედურება ჭირს. ეს კიდე ცალკე საკითხავია. ესენი ჩვეულებრივად ამ გლობალური ომის პარტიის, ამ deep state-ის ჩვეულებრივი ელემენტები არიან გაფანტული სხვადასხვა კუთხეებში თავიანთი დავალებებისთვის. სერბეთში გადახედეთ რა ხდება. იქაც დიდი არეულობა. ამიტომ ეს ქოცური რეჟიმიც ამათი შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ ქოცები მთელი ამ ხნის მანძილზე მიუხედავად იმისა, რომ აი საზოგადოებამ შეიძლება ეს ყველაფერი არ იცოდა. ხლა ესე იგი რამდენჯერ მქონდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ სერიოზულად ხალხი ამას არ ღებულობდა. არ ღებულობდა. იმიტომ რომ უშიშროება, პოლიცია რამდენჯერ აღიძრა ქვეყანაში საქმე გადატრიალების მუხლით, რამდენჯერ აღიძრა ქვეყანაში უშიშროებამ, რამდენჯერ აღძრა საქმე თამდე ივანიშვილზე თავდასხმის მუხლით და უამრავი მსგავსი არეულობის მუხლით და ღია მოწოდებები დამხობისკენ, რომელიც საქმე იქნა გამოძიებული, რომელი იქნა მიყვანილი ბოლომდე. არა, ეს მიშვებული იყო. როგორც ყველაფერი მიშვებული იყო ბოლომდე. და აი, როგორც ახალგაზრდობის გარყნა გათახსირებით დაწყებული, დამთავრებული ამ მუდმივი მართვადი ქაოსით, ეს თქვენ გონიათ სპონტანურია ეს ყველაფერი, ეს მიტინგები და ეს რაც ხდება? ვინ უკეთებთ ამათ? ამდენი მილიონები საიდან იხარჯება? საიდან ხდება? იმიტომ რომ არ უშლიან ხელს ესენი ფულად ნაკადების შემოსვლა საქართველოში. და ეს საერთო ჯამში ანგრევს მერე ქვეყანას. ამდენ არეულობაში, მუდმივად დაძაბულობაში ცხოვრების საზოგადოება, მუდმივი ეს განუწყვეტელი პროცესები, რომელიც დაიწყო და მიდის და მიმდინარეობს. არ ჩერდება ეგ ყველაფერი და ამას აძლევენ ამის საშუალებას. აბა ნახეთ ერთი ტრამპი თუ აცხადებს ვინმესთან ან კოჰაბიტაციას თუ აცხადებს, ან ვინმეს თავზე ხელს თუ უსმევს. დაწყებული მიგრანტებით, აი საქმის გაკეთება, ვისაც უნდა დაწყებული მიგრანტებით დამთავრებული, აი ახლა ვიღაცა გამოვა და იტყვის, რომ ტრამპიო იმ ხელა ქვეყნის პრეზიდენტიაო და ესა და იქ რო თავებია ჩამარხული და იქ რო უბედურებები არის დაგეგმილი და ხდება, იმდენი არსად არ ხდება. მაგრამ აკეთებს კაც საქმის გაკეთება რო უნდა. ვისაც საქმის გაკეთება უნდა, ის გზებს ეძებს და ვისაც უნდა იმას, რა ქვია, მიზეზებს. აი რა კანადას და მექსიკას ახლა კიდე უზარმაზარი ესენი და ჩინეთს უზარმაზარი ჯარიმები აუწია. ხედავს ის ადამიანი თავის საქმეს, მაგრამ აქ ჩვენთან ეგონათ, რომ აი ტრამპი მოვიდოდა და გვეშველებოდა, გვეშველა? მარიუს ეგონა კიდე უკრაინის ომი დამთავრდებოდა. ასე რომ აძლევენ ამის საშუალებას. ჩემო ძმაო, აი ელემენტარულ რაღაცას გეტყვი რა. ამათ ადამიანის და ამათი განადგურება რომ უნდოდეთ, აი ერთ ელემენტარულ მოვლენას გეტყვი ძმაო. რაკაც იმყავს დავითი ლობჟანიძე ამერიკაში ცხოვრობს. მაშინ დიდგორობის ამბები რო იყო, რომ დამიჭირეს 2021 წელი იყო. ამერიკა შეწუხებულმა აქეთ და ძმურად ვერ გეხმარებიო ვერაფრითო და ან ადვოკატის ფული დაგჭირდება, ან რაღაცა დაგჭირდებაო და ძმურად $100 გამოგიგზავნიო რა. აი მეთქი ახლა ხო მეგობრები ვარ და გამომიგზავნე. კაცი შეიყვანეს საერთოდ შავსიაში და ოჯახისთვის მისი სახელით ფულს ვეღარ აგზავნიდა. ახლა ამათ ვინმეს, იმიტომ რომ მე დამირიგა გვერდში. ამათ ახლა ვინმესთვის რამის აკრძალვა უნდოდეთ, ჰაერში გაგლიჯავდნენ, მაგრამ არა. მიუშვეთ რა მივიღეთ. მივიღეთ ეს მოწამლული ახალგაზრდობა, მივიღეთ ის რა ქვია. აგერ ახლა ერთი კიდე ქუთაისში მომხდარა ეს
ჩემი YouTube-ის არხზე მასწავლებლის ვიდეო დავდევი და ერთი ამ თანამედროვე საბჭოური კომუნისტების დროინდელი მასწავლებლის ვიდეო და ახლა ეს უნდა დავდო რა. ვიღაცა გამოკლიებული ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი ყოფილა, რომელიც ალბათ აცდენდა და ვიცი სასამართლოები აქვს, რაზე აქ არ ვიცი. და ალბათ გაფიცული იყო ესეც ეთყობა ბავშვებს არასწავლი და დგას სასამართლოს წინ მასწავლებელი ქალი, ახალგაზრდა ქალი იქნება რა ვიცი სადღაც 28 წლის ალბათ. ხო და იძახის კოცების დედის ყმა ასე მღერის ნაბოზრებო ჩათლახებო ამათი გახიტებული სიმღერა რო და დგას აგერ სასამართლოს წინ მასწავლებელი ქალი ხალხო. ეხლა ის ბავშვს როგორც გაზრდის და ეს არავის ბრალი არა, იცით ქვეყანაში, ეს ჩემი ბრალია. და მე როგორ ვამბობ წმინდა ბიძინაზე და კოცებზე ამას. კოცები კი იმსახურებენ მაგას. ტყვიასაც იმსახურებენ ნაცები და ყველაფერს. აი უნდა მიუშვა და უნდა შეაჭმევიო ამათ ერთმანეთი ცოცხლად როგორ შეჭამეთ, მაგრამ აქ ქვეყანაზეა საკ. ქვეყანაზეა საკ. დამფინანსებლები ჩემო ძმაო ყოველთვის ეყოლებათ მაგას, იმიტომ რომ მოღალატეებს ფული არასდროს არ მოაკვდება. საქართველოში აი ელემენტარულად მე მაჩვენეთ სამშობლოსთვის თავდადებული, მებრძოლი, პატრიოტი ადამიანის ფინალი, ცხოვრებისეული გზა, ფინალი და მოღალატის გზა და ფინალი. პატრიოტი ადამიანი თუ არის საქართველოში, არის მთელი მისი ცხოვრება წვალებაში, გაჭირვებაში, დევნაში, სიღატაკეში და როდესაც რაღაცა გაუჭირდება, ისა რა ქვია, კაცი შვილი არა, მისი პატრონი. და აი ელემენტარული აიღეთ, აი მეომრები აიღეთ, აი წინა ლაივებში ვთქვი, მეგობარია ჩემი შეუძლოთაა და ვეტერანი კაცია. და ერთი პენსიაო მეორე ჯგუფის ინვალიდობისასო მოგცემთო და ვეტერანობისასო 100 ლარს ჯერა 100 ლარი რა არის დაცინვა და 22 ლარს მოგცემთო. იმიტომ არ შეიძლება ორ პენსიას ერთად იღებდეო. ბევრია გადახარჯვა არ მოუვიდეს. ახლა მოღალატეების გზა აიღეთ. აბსოლუტურად ყველა მოღალატია. ყველა ნაცი მოღალატია, ყველა ქოცი მოღალატია, ვისაც ხედავთ. არც ერთ სამშობლო არ უყვარს. შთამომავლობითი მოღალატე აიღეთ, აი სალომე ზურაბიშვილი, კლასიკური მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, რომელმაც არც ქართული მენტალობა არ გააჩნია, არც ზნეობა, არც ზრდილობა, ბოლო ადამიანობა არ გააჩნია, ხო? ადამიანობა ეს ცხოველია. თოთო ბავშვებს რო ემაზე მიტინგზე გასვლას მოუწოდებს, დედა და ბებია. და ნახეთ როგორი წითელი ხალიჩით ჩამობრძანდა ჯერ ჩამოაბრძანეს საქართველოში, მერე ჯერ ნაცებმა დაუგეს მინისტრობა, მერე ქოცებმა პარლამენტარობა, პრეზიდენტობა და ახლაც ეს კახვა დადის აგერ დაეთხება მთელი ბულონიის ტყის ბოზები არ არიან, ისე ეგრო არის. ბულონიის ტყის პარიზში. ეს კახვა ეს ამხნის ქალი ჯერ როგორ იცვამს, როგორ იხურავს და როგორ იქცევა და როგორ ტინგლიზებს. კახვა ყველანაირად ამორალური, ანტიქართველი. და ეხლა კიდე გამოსულია და ამშტერ ხალხს კიდე ახლა 20 ლარზე და 30 ლარზე დარბენიებენ მიტინგებზე ამ ახალგაზრდებს და თვითონ დადის გულაობს ხან ამერიკაშია, ხან პარიზშია, ხან სადაა და ეს დებილი ხალხი პირდაღებული უყურებს. აი ესა მოღალატის გზა. რომელი უფრო დაფასებულია? რომელი უფრო გამართლებულია ცხოვრებაში, საქართველოში? რატოა? იმიტომ რომ საქართველოში სამშობლოს ღალატი დასჯადი არ არის. საქართველოში თუ რამეს გინდა მიაღწიო, ყოველთვის უცხო ქვეყნის ინტერესები უნდა გაატარო და ასე უნდა თქვა მერე ცალფეხზე რო დავდგეთ, მაინც ასე უნდა მოვიქცეთ, წავიკუზოთ, წამოვიკუზოთ, ეს ვქნათ, ის ვქნათ და მთელი ამბები. ხო ასია? ამაშია საქმე. ამას ხედავს მე მომავალი თაობა, ეს რომელიც გაიზარდა ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე, ყოველგვარი აზროვნების გარეშე, ყოველგვარი
ქართულის გარეშე და მე რას თხოვთ იმ ახალგაზრდას, რომ უკეთესი ვერაა? როგორი საქართველოს დაახვედრეთ და დავახვედრეთ ყველამ? აი ისეთი ქართველები გამოიზარდე. და რას თხოვთ ახლა ამას ხალხმა, რომელმაც აგერ ახლა ერთი მეგობარი მელაპარაკა და მეუბნება, რომ აქეთ ცხოვრობს უცხოეთში და ნათესავიო ჩემიო პროკურორი ჰარიო რა. წარმოიდგინე ხა პროკურორია კაცი და თუთაშხიან ნახე არა. ეუბნება ახალგაზრდა პროკურორია და ეუბნება აგერ ნათესავი მისას, რომ შო რა ქვიაო ბიზაშვილობაო საქართველოსიო ძმობას ნიშნავსო ესო ხო იცოდა მე არ ვიცოდა თუთაშხიას არა ვარ ნაყურები არა მაქვს ნახე არ წაკითხული აქვს და არც ნახე ორი ტრაგედია ერთად მესამე ტრაგედია და მთავარი ტრაგედია პროკურორი და ეს არ ვიცი შეიძლება კარგი ადამიანია მაგრამ და შეიძლება არსებობდეს კარგი ადამიანი ისე რომ არ იყოს რა ქვია არ კონდეს საკითხული დათათუთაში ამითაც შეიძლება არსებობდეს მაგრამ ცოტა რაღაცა ქართულში ვერ ჯდება აი ეგ არის შემოკარგებო და ეხლა ბოდიშის მოხდით დაგემშვიდობებით მაგრამ აი ამას უნდა ველოდებოდეთ ჩვენ რომ მომავალში უკეთესი არაფერი არ იქნება და ეს გზა გასავლელია დასხეთ ნაცებო დასხეთ ხვალისთვის თუ მოახერხეთ ძალიან ბევრს აინტერესებს აფხაზეთის თემატიკა და ნახოთ იქნება აფხაზეთზე ვისაუბროთ. ავა გემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.